გორში ვარ, ახალ სოფელში. ჩემი მოსწავლის გიორგი თათრიშვილის ოჯახში. რა მოსავალია ერთი ნახეთ, ფულს რომ გავუხატე. ტოტებს ვერ ზიგუნობ. როგორ ასხია მიწაზე ტოტე. თვითონ ასეხსნიან, არსად არ ასხია ამ შემოგარეში და ამათთან ასხია. კარგად. აი მოსავალია, კაი და გახარებულები არიან. თვითონ ამბობენ რომ გაუსხლავი დაგვრჩაო წელსო, მარტო გარეთა ტოტები შევაჭერით, კვირტი სუსტი ქონდა და გადარჩაო. ასეხსნიან თვითონ, ძალიან საყვარლები და ძალიან კარგები არიან. გამყარდება ისეთი მოსავალი. აგვისტოს ბოლოს პრეფექტა ფუთებში ჩაალაგებენ ზამთრისთვის შეინახავთ. გამოვყავ კიდე ბაშნის გარდა. თავი ხარ. კი. კარტოფილი რა თქმა უნდა, ლობიო, პომიდორი, ადრიჯანი, ბულგარული ცუდა და ყველაფერი რაც ოჯახში. ხარისგულები წაკაგავ. რა თქმა უნდა, კი. პიცაზე გაქვს დაფენილი? კი. ხარისგულა, ვარდისფერი პომიდორი, ესეთი ძველი ქართული ჯიში, წითელი პომიდორი და სიუკასოვი. ხარისგულები გაჩვენე? კი, აუცილებლად. გურიაში სარებზე მოყავს. თან ყვება მამაჩემი ასე ზვინებივით უდგას 3 მეტრიან სარებზე. და აქ ასე პირდაპირ მიწაზე აქვს გაშლილი. აბა შევხედოთ რა კარგია. საქართველოში არ მოვა, ასე მიწაზე დაყრილი. სმარტფონის სისტემაა გაკეთებული, წვეთოვანი. რა კარგია ეს. ერთ გავლაზე და თქვენ კიდე წრეში რამდენი გაუკრეფიათ ნახე. ვაიმე ეს როგორ წავიღოთ? მანქანა ჩავდივარ წავიღებ, კაცო, ხალხმა მოიყვანა და პამდე ვერ წავიღე. ახლა მანქანა წავიღებ. რატო ვერ წავიღე? თეთი ატონილი გაქვს? რა კარგი. არც ისე მსხვილებია, მაგრამ კარგებია. კარგებია, წავიღოთ და ეს ლესავი. 10 ოჯახი ყავს სულ ამ რეგიონში, დამეგობრებულში. ამათ ჩითილი თვითონ გამოყავს, მაგრამ დანარჩენებს ჩითილს ვატანთ ხოლმე იმ პირობით, რომ მერე ნაყოფს მომყიდის. ნაყოფი არ ნახევდა, სახედი თვითონ არ გადავარჩიე. ისი არ მიღებ თესლს. ასე მირჩევია, რომ ყველა ნაყოფა ჩემ ხელში გაიაროს, რომ თესლი მე თვითონ გავეწყო და დარწმუნებული ვიყო, რომ კაი ხარისხის. ასია ეს ხარისხულას ისტორია. მამაჩემი მეშველება გურიიდან, ვაშალომიძეები ჩემი მოყვრები. ამ ქართლის სოფლებიდან ამ შემოგარეში. ახალ სოფელში ვართ არა? გორში.